თუ რამდენიმე დღე არ დავდეყავი ჭიქა, ერთი ამბავი არის ხოლმე ჩემს YouTube არხზე და აჰა, მოვედი დავლიე თქვენთვის მე ნათია შაიმ ეს ყავის ჭიქა. ძალიან უცნაური ჭიქა გამოვიდა, მსგავსი ჭიქა, არა ვიცი, ცოტა გამაოცა, გამაკვირვა. ერთი შეხედვით, რასაც თქვენ ხედავთ, ძალიან ადვილად, ძალიან მკაფიოდ, ეს არის ჭიქა, სადაც უამრავი ასოა მოფენილი, ხო, სხვადასხვა განსაკუთრებით უასოები ჭარბობს და დამიწერეთ ვინ ყავთ, ან ვინ ხართ უასოზე გვარი სახელი, რაღაცა მასთან არის კავშირში ეს ყველაფერი. გარდა ამისა, რომ ეს ძალიან ბევრი უასო, ხო, ხუთიანია კიდე, რამდენიმე ხუთიანი, ეს ნიშნავს, რომ ამ უასოსთან დაკავშირებით შეიძლება არც არავის არ იცნობდეთ, მაგრამ გამოჩნდეს ამ სახელის ინიციალი იწყებოდეს მასზე, ან გვარის ინიციალი იწყებოდეს მასზე და რაღაცა დიდი წინსვლები იქნება მასთან დაკავშირებით, ახალი ნაბიჯები და სიახლეები და დააკვირდით. ახლა მეორემ რამაც გამაოცა ეს არის ამ გაფანტულ ასოებს შორის ძალიან ბევრი სახე, აი თეატრალური სახეები. ეს მიანიშნებს, რომ თქვენს სხვადასხვა როლზე. ჩვენ ვიცით ხომ, რომ ადამიანებს გვაქვს ცხოვრებაში სხვადასხვა როლი. მაგალითად, მე მაქვს დედის როლი, მაქვს შვილის როლი, მაქვს დის როლი, მეუღლის როლი, ნათია შაის როლი, ხო? ასე ვთქვათ, მაგიური ქალის როლი და ასე შემდეგ. გვაქვს სხვადასხვა როლები ამ ცხოვრებაში. და თითქოს აი ამ როლებთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, გარდამავალი ეტაპი გაქვთ და რაღაც მომენტში ისე ძლიერდებით, რომ აი იხსნით ამ როლებს და თითქოს სამყაროს უცხადებ, რომ აი მე ვარ ეს. და ეს არის როლები, აი განცალკევება ხდება. თამამად აკეთებთ ამას. ეხლა ნახე აი პირველი სახე მინდა დაგანახოთ, აი ესეთი, ნახეთ როგორი სახე არის, აი ნახეთ ეს დიდი თვალებით და ეს სახეებიც სხვადასხვანაირად იხატება. აი ამ პირველ სახეს ნახე როგორი თაღოვანი მხედივით არის და მასზე აი როგორი სხვათა შორის დისნეის ანიმაცია რო იწყება, იქ არის ისეთი ულამაზესი კოშკი და შუბლზე კიდე ესეთი დიდი თეთრი ფრთებგაშლელი ანგელოზია. ქვევით თხასავით ცხოველია, ეს ძალიან დიდი მიზანდასახულობა და სიჯიუტე არის. კარგი გაგებით, ხო, როგორც მაგალითად თხის რქები არიან, აი მიზანდასახულად წასვლა რაღაცა მიზნისკენ. ხო, ეს ციხესიმაგრე არის თქვენი შინაგანი ძალა და ენერგია, რომელიც გიცავთ თქვენ, ოღონდ ეს არ არის აგრესიული, ხო, როგორც ზღაპრული არის, მხატვრული არის, მიმზიდველი არის და დიახაც ეს თქვენი რაღაც შინაგანი ხიბლი რაღაცა საოცარი ენერგია, რომელიც თქვენი ძლიერი დამცავია, მაგრამ აი შინაგანი დაცვის გარდა, რომელიც თქვენივეა, თქვენივე გამომუშავებული, ძალიან ესთეტიური დახვეწილი ენერგია არის. შეიძლება ეს იყოს ცოდნა, ერუდიცია, რაღაცა ინფორმაცია, რაღაცა თქვენი შინაგანი ძალა, ნიჭი და ასე შემდეგ, რომელზეც მაქვს საუბარი. გარდა ამისა, როგორც თქვი, ზევით არის თეთრი სპეტაკებით აკაშლილი ანგელოზი, რაც მანიშნებელია იმისა, რომ თქვენ ძალიან კაი კონტაქტი გაქვთ მაღალ ძალებთან, როგორც არის ფარველი ანგელოზი თქვენი მაღალი მე, თქვენი ფარველი წმინდანი და ასე შემდეგ, რომლისგანაც ასევე ძალიან დიდი დაცვა არის თქვენი ცხოვრების მეგზური და ასევე ჩანს, რომ აი ზუსტად შუბლის არეშია, ხო? და აი ქვევით ჩამოდის წარბებს შორის. ეს არის ზუსტად თქვენი აჯნა ჩაკრა, მესამე თვალს რო ეძახიან და ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი აზრები, თქვენი გეგმები, თქვენი ფიქრები, თქვენი ნაბიჯები ზუსტად ღვთიური ენერგიით, ღვთიური კონტაქტგამოვლილი ძალით იმართება და შთაგონებით და სუფთაა ეს და ძალიან მიხარია, რომ ჩემ მაყურებელთან ესეთი ინფორმაცია ამოდის
და ისეთივე დადებითი ენერგიის მაყურებელი მყავს, როგორ ენერგიასაც მე ვიმეტებ თქვენთვის და ვაგზავნი და მოძრაობ და ასე ვთქვათ გინაწილებთ თქვენ. ხო, ამ სახის გვერდზეც არის ისევ და ისევ რაღაცნაირი ბარტყივით სახე და ეს ნიშანი, რაც ნიშნავს ახალ ფინანსურ შემოსავლებს, ამ თქვენი რაღაცა კარგი კეთილი ფიქრებიდან გამომდინარე. ხედავთ ხო აი ამ იმეებს, მოასო არის, გასო არის, უში კიდე ხუთიანი, ხუთიანი, აი რამდენი აქაც ასო, ძალიან ბევრი ასოებია ესე გავფანტული, მაგრამ მაინც უმრავლესობა ხედავს. მეორე სახე, აი აქ მინდა გაჩვენოთ კიდევ ერთი მეორე სახე, რომელსაც აი ესეთი დიდი თათის ფორმა აქვს. დიდი საკმაოდ, ეს არის შინაგანი ინსტინქტი. ანუ ისევ მესამე თვალთან მივდივართ, ბუნებრივი ძალა და ასევე რაღაცა დიდი მფარველობა. ანუ მარტო თქვენ თავს კი არ იცავთ, არის ვიღაცა ან რაღაცა და საერთოდ ვფიქრობ, რომ დედაც შეიძლება იყოთ, იმიტომ რომ აი აქ ქალის ფიგურა არის, რომელსაც შვილი ყავს ჩახუტებული ბავშვი და ძალიან ძლიერი დამცველობითი ენერგია არის სხვასთან დაკავშირებითაც. ისევე კიდევ ერთი დიდი სახე, რომელიც ჩანს და რომელიც აი ასო უაქვსევიდან, ასე ვთქვათ, უასოშია ეს სახე, აი ნახეთ რამხელა უასოშია ჩასმული კიდე ეს მეორე სახე, აი ნახეთ ცხვირი როგორი სქელი ტუჩები, აი ძალიან თვალები, აი ნახეთ თვალები მინდა დაგანახოთ, უასო გარშემო ცხვირი და სქელი ტუჩები, ნახეთ როგორ თეატრალური სახეებია სულ. ეს რაღაცა აი უასოსთან რაღაც ძალიან დიდი კავშირი, ამიტომ ვამბობ, რომ დამიწერეთ ამ ჭიქაში და რაღაცა საკმაოდ გრძელვადიან დიდ ფესვიან კავშირს აჩვენებს ამ უასოსთან მქონე პიროვნებასთან და რაღაცას იმოქმედებს ეს ადამიანი, აი აქაც როგორი უასო არის, აი დააკვირდით ამ უასოს იმოქმედებს ნამდვილად თქვენთან. ასევე აი აქ ჩანს ზოგისთვის შეიძლება ეს იყოს ქასო, ზოგისთვის ეასო, რომელსაც გაჰყურებს რაღაცა ენერგია და ამ ეასოს გოგო არის ეს, ნახე, ვინა ყავთ ეასოზე, ან ქასოზე ქალი, რომელიც ძალიან რაღაცა მოხვეულია ამ იმას, ნახე კიდე აქ მეორე ადამიანიც ესე ეხება რაღაცა ესეთია დიდი წარმატება, დიდი სიხარული, დიდი აი კარგი თბილი კავშირები, რომელიც ამ ეასოს იზიდავს. ანუ ადამიანი გოგონა ახალგაზრდა ენერგია არის, რომელიც აი ძალიან გიყვართ, ხიბლავთ და აი რაღაცნაირად ეთაყვანებით თითქოს მას, კარგი ენერგია საკმაოდ. ახლა ვნახოთ აი ეს ფიგურა მინდა გაჩვენოთ, აქაც ცხადია წრუწრუს ხედავთ ალბათ სხვადასხვა ასოებს, ეს რაღაცა აი იცი რა ჩანს, რას ნიშნავს ეს ამდენი ასოები, კი გამოკვეთილად არის ეს უასო, თუ ქლასო, მაგრამ აი ამდენი ანბანური ასოების გაფანტვა რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება აი რაღაცა დიდ საზოგადოებაში, ბევრი ადამიანის ახალი ენერგიების შემოსვლას უსვავს ხაზს. აი ხლა მინდა დაგანახოთ აი ორი ადამიანი, რომელიც უკვე მომავლის მხარისკენ მიიდის, საკმაოდ ესეთი გაბედული დიდი ნაბიჯებით. ნათელი ნიშანია ეს და ცხოვრებაში გეუბნებათ ეს ჭიქა, რომ მარტო არ იქნებით, გეყოლებათ პარტნიორი, სულიერი, ემოციური, ასე ვთქვათ, ადამიანი, რომელიც რეზონირებს თქვენს სულთან, თქვენს ემოციებთან, თქვენს მიზნებთან და ერთი გზა გექნებათ. ანუ თქვენ მეორე ნახევარს ოღონდ ქმარს არ გულისხმობ ამაში, სულიერ მეორე ნახევარს, თუმცა შეიძლება იყოს ქმარიც, მეგობარიც, საყვარელიც. მე ამ სიტყვას ის ცუდი ვულგარული გაგებით არ ვხმარობ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი სიტყვაა ეს, საყვარელი, ვინც გიყვარს. ხო, აი ესეთი მეორე პარტნიორი ადამიანი, ვისთან ერთადაც გაივლით გზას. მომავალი, ნათელი მომავლისკენ, საკმაოდ ნათელია ეს მომავალი, შეხედეთ და რაღაცა გამოხვიძების პერიოდი არის, რაღაცა წვრილურად. აი სასიყვარულო თემა ჩდება აქ უკვე. მოდი ვნახოთ უკვე მომავალში
მომავლის მხარესაც ხედავთ ალბათ, რომ ძალიან დატვირთულია. ნახოთ. აი აქ მინდა დაგანახოთ აი ამ ორი ადამიანისკენ აი ესეთი როგორი ფიგურა არის, თითქოს ბავშვი რო ღოღავს, ცოცავს, აი ამ ორი ფიგურისკენ მიდის ეს არის რაღაც ახალი ურთიერთობა, რომელიც აი მგზაში ერთად სულის მიმდებარე გზაში დაიბადება. დაბალანსებული ურთიერთობაა და ეს აჩვენებს, რომ არ ვიცით, ეს ახალი პარტნიორია, ძველი პარტნიორია, მაგრამ აშკარად ახალი ენერგია შემოდის ამ ორ ადამიანში, ანუ თქვენთან. აი ისევ ის მინდა გავიხსენო აი ეს კოშკი რო ეხატა სახეზე ხო ფიგურას თითქოს აი ესეც გეუბნება რომ თქვენ თითქოს აი ეს ციხესიმაგრე როგორც თქვი არ იყო ხაში უფრო ზღაპრული იყო და რაღაც ესეთი დაცვა პარტნიორისგან აღარ გჭირდებათ გიცავთ თქვენი შინაგანი სიძლიერე და გიცავთ მაღალი ძალები ხო, ეხლა ვნახოთ აი აქეთ უკვე რა ჩდება. აი ეს ჩვილი, რომელიც მიღოყავს, ჯერ კიდე პატარა არის, ხო? ეს არის ახალი დაბადება. უბრალოდ იმას მინდა დავუკავშირო, რომ თითქოს წარსულიდან გადმოდის ეს, აი ეს ორი წარსულიდან და ახალი ეგებება. იმიტომ ამობ არ ვიცი ეს პარტნიორი შეიძლება იყოს წარსული ან ნაცნობი ადამიანიც, მაგრამ სიტუაცია ნამდვილად ახლებური იქნება და ძველი გავლენები არ გაითვალისწინოთ და მოვლენები თუ წარსულიდან არის. ახლა აი ამ ფიგურას მინდა შეხედოთ, ნახეთ როგორი ადამიანის ტანია, თითქოს მოძრაობს, თითქოს ცეკვავს, სახე უკან აქვს, მაგრამ თავზე რაღაც ამასაც თეატრალური ნიღაბივით რაღაცა უკეთია. ხელში თასი უჭირავს, რაღაცა ესე თითქოს უნდა მოგართვას, ხო, აი რაღაცა ესეთი ძღვენივით მოაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია იცეკო ცხოვრებაში, ანუ იყო ბედნიერი გამოხატო შენი სიხარული, ოღონდ ნიღბის გარეშე შენ გაქვს უკვე ამის ძალა. მეორე მხარეს, აი აქ ნახეთ, აი ესეთი როგორი მოხუცი ქალის პორტრეტია, ოღონდ ამას აქვს ახლა ცხოველივით ხელი. ეს არის თქვენი, აი ნახეთ ახლა რა მინდა ვთქვა, ყველა ადამიანში არსებობს სამი ასაკის ადამიანი, აი ჩვენს ცნობიერებაში, ჩვენს თავში, ხო, არსებობს სამი სხვადასხვა ასაკის ადამიანი. ერთი ეს არის მშობელი, რომელიც კრიტიკოსია ჩვენი ყველა ქცევის, ფიქრის, მოქმედების და ასე შემდეგ, როგორც დედა, როგორც მშობელი. მერე არის მოზარდი და ეს არის ჩვენი ავთენტური ასაკი, ასე ვთქვათ, და ჩვენი ქცევები, საქციელი მოქმედებები და არის ბავშვობა, რომელშიც ჩაწერილია ჩვენი ოცნებები, სურვილები, ნატურები, აი ჰობი, რაც არის, აი ეს ბედნიერება, ის რაც აცეკვებს ახლა ამ ფიგურას, ხო? და რასაც ხშირად ადამიანები ვთქვათ ხოლმე და ვივიწყებთ საერთოდ. და აი ეს ქალის ენერგია თქვენი დაცვის ინსტინქტი არის, აი ამ ცეკვის მიმართ. ნახეთ, ის ბავშვობა რაც იღვიძებს, თითქოს ნიღაბი უკეთი, ანუ ვერ გამოხატავს თავის თავს, რასაც გეუბნება ჭიქარო არ გჭირდებათ ეს ნიღაბი, იმიტომ რომ მაინც ბავშვია მის ქვევით, ეს არის თქვენი სულის ამოხეთქვა, ანუ რა გაბედნიერებთ და თქვენ თავს უფლებას აძლევთ, რომ გააღვიძოთ ეს ბავშვი და აცეკოთ, თუმცა არ გაქვთ იმის ძალა, რომ თქვათ მოიხსნათ ნიღაბი, მაგრამ შეგიძლიათ მოიხსნათ ნიღაბი და ესეც ვთქვათ კრიტიკოსი ქალი ჩანს, რომელიც ასე ვთქვათ
იცავს ამ იმას, რომ ზედმეტად არ იცეკო. ეს არის შინაგანი კონტროლი. მეორეს მხრივ, აი ეს ქალი კი შეიძლება გაბრაზებს ეს კრიტიკა, მაგრამ ნახე თავისუფლება მიეცით მეტი, იმიტომ რომ ნახე ძაღლის ფორმადაც იკითხება ქალს, რომელსაც აქვს ჩახუტებული. მოკლედ, აი ესე რომ შევაჯამოთ და არ დაგაბნიოთ, ეს არის თქვენი ბედნიერება, თქვენი საქციელი, რაღაცა თავისუფლების მინიჭება საკუთარი თავისადმი, რომელსაც არ შეგაშინა, თქვენ ძლიერი ადამიანი ხართ და გამოხატეთ ეს ბედნიერება, თქვენ ძლიერი დაცვა გაქვთ სამყაროდანაც და ასე შემდეგ. გვერდით ჩანს კაცი, პროფილში გვირგვინია ხურავს. ნახეთ როგორია სიმპსონს გას რაღაცით და სათვალე უკეთია. ეს არის უკვე თქვენი შინაგანი, იცით ხო, რომ ყველა ადამიანში არის იანი და ინი, მამაკაცური და ქალური საწყისი და ზევიდანაც ქალი დედოფალივით არის გვირგვინით. ეს არის ორივე ძლიერი, მაგრამ ამ შემთხვევაში სათვალე კაცის ფიგურას უკეთია და ეს არის რაღაცა მამაკაცური ენერგიის დაკვირვება თქვენს ცხოვრებაზე. რა არის მამაკაცური ენერგია? არის ყველაფერი, რაც არის მიზნები, წარმატებები, კარიერა, ცოდნა, მოკლედ მოძრაობა საფსგარეთ. ყველაფერი ეს არის მამაკაცური. ფულის კეთება, შემოსავალი და რაღაცა ძალიან დაკვირვებით და ჭკვიანურად აკეთებთ და მოძრაობთ. და ამ ბავშვს გაყურებს თან ხო, ბავშვის უკან არის და ეს არის ზუსტად ის, რომ ყველაფერი მიმართულია სწორად, იმიტომ რომ თქვენ სულთან გაქვთ კავშირი, კონტაქტი, რას ურჩევს შინაგან ბავშვს და ამას აღვიძებთ. ეს არის იდეალური მდგომარეობა, როცა არა მოქმედებთ ისე საზოგადოებამ რა გირჩიათ, მშობლებმა რა გირჩიათ, მეგობრებმა რა გირჩიათ, არამედ თქვენ შინაგანმა მე ბავშვმა რა გირჩიათ, რა სურს თქვენს თავს. ქვევით ძალიან საინტერესო და ულამაზესი, აი მინდა დაგანახოთ. აი ნახეთ როგორი მხედარია, დინჯად მოდის, აი ნახეთ როგორი მთავის გადმოსასვლელი, აი აქ ბეჭედია და აი აქ შორს მთის ბოლოს როგორი ქალი ელოდება. მამაკაცი კიდევ ვუბრუნდების სიყვარულს, აშკარად მოდის თქვენთან ადამიანი, რომელსაც რაღაცა პატარა, არ არის ეს მთა დიდი, მაგრამ რაღაცა პატარა გადასალახი აქვს და ცხადია რაღაცა უნდა გადალახოს და მოიპოვოს თქვენი სიყვარულის და კი ამ გადალახვის შემდეგ იქნება ბეჭედი, რაც არის სულიერი კავშირი, სისუფთავის და ბედნიერების სიმბოლო, სულის და გულის ერთიანობის სიმბოლო. რაღაცა დროებითი დისტანცია შეიძლება იყოს, ანუ არ იცნობდეთ ან არ ჩანდეს, მაგრამ ეს არის დროებითი პატარა, იმიტომ რომ პატარაა ეს მთასავით გადასალახი და სულ მალე, ძალიან მალე უნდა გამოჩნდეს ეს ადამიანი. თვლიანი ბეჭედი ისევ და ისევ. სულიერი ბედის ნიშანი არის, რომ თქვენი, აი რაც თქვი ცოტა ხნით ადრე, თქვენი სულის ნაწილს პოულობთ. შეიძლება ოფიციალურ კავშირამდეც მივიდეს ის და ძალიან დიდ ბედნიერებას პოულობ და შინაგანად ელოდებით ამას. შეიძლება ინტუიციურად იცით ვინ არის ეს, ან უბრალოდ გრძნობთ, რომ ესეთი სიყვარული უნდა მოვიდეს თქვენთან. მოლოდინი გაქვთ, აი რაღაცნაირი მოლოდინი გაქვთ ამ სიყვარულით და იმსახურებთ კიდევაც ამას, ამ ენერგიას, ესეთ ადამიანს. მზად ხართ შეხვედრისთვის, აი ეს სულიერი მზაობაც ჩანს. ზევით წვერიანი და მოსასხამიანი მეფე არის და ამათ შორის, ანუ ამ ქალის ფიგურას ზევით და აი ამ კაცს შორის, აი როგორი დოლარის ნიშანი არის, ესი არის და აი ნახე როგორ მოსასხამიანი მეფე, რომელსაც სხვათა შორის ფრთებიან რაშზე დგას ეს მეფე, აი ძალიან ძლიერი სიმბოლოა ეს. აი რაღაცა ძალიან ძლიერი სული იცავს თქვენს, კიდევ ერთხელ ვიტყვი სიყვარულსაც, იმიტომ რომ სასიყვარულო სცენას ადგას და ასევე რაღაცა დიდი შემოსავალი ჩანს. აი ძალიან დიდ თანხებზე აქ ლაპარაკი და სხვათა შორის შეიძლება სხვა ვალუტაც იყოს, ანუ უცხოური ვალუტაც ეს შემოსავალი. ზევით აი აქ მინდა გაჩვენოთ შავი ფარშევანგი. და ასევე ძაღლზე მჩდომი ქუდიანი კაცი, აი ცხენზე კი არის ეს ძაღლზე ეს კაცი.
ფარშევანგი ეს არის აი სიმბოლო, რომელიც არის თქვენი შინაგანი. ამ შემთხვევაში არა გარეგნული, არამედ შინაგანი ძალიან ძლიერი სილამაზის და მშვენიერების ამოფრქვევის. ეს არის ის, რასაც ვერ დაფარავ და შეამჩნევ, შესამჩნევი იქნება ეს თქვენი რაღაც შინაგანი ენერგია. და ძალზე მჭიდრომი მომაკაცი ჩანს რომ სილამაზისკენ მოდის ეს ადამიანი და ძაღლის არის ძალიან დიდი მეგობრულობა და აი ზუსტად რასაც ვამბობ სულის ნაწილი თქვენი სულის ნაწილი მოკლედ იღებთ იმ სიყვარულს, რაზეც გიოცნებიათ და როგორზეც გიოცნებიათ. ჭიქის ფსკერზე აი ერთი შეხედვით ჩანს მთები და წინ ისევ მხედარი ჩანს ვრთალად და იგივე სცენა არის, რომ რაღაც ბარიერების შემდეგ მოვა ეს ადამიანი, ეს ბედის წერა არის და მწვერვალზე აგიყვანთ, რაღაც ლამასასიყვარულო ისტორიას გვერდებათ. მეორე მხრივ თუ ამას გადმოატრიალებთ, ხო, მოდის ეს ადამიანი გზაშია, თქვენთან შევა არ ჩანდეს, მაგრამ მოდის მეორე თუ გადმოატრიალებთ, აი ეს ლომის თავი ჩანს და ეს არის ძალიან დიდი სიძლიერე, ასევე შეიძლება იყოს ლომის ზოდიაქოს ნიშანი, პატარა მზეც დავინახე ჩანს, ცეცხლოვანი ენერგიის მატარებელი შეიძლება იყოს ეს ადამიანი, ასევე შეიძლება იყოს ლომი და ასე ვთქვათ მზის ენერგია ენერგეტიკულად ეს შეიძლება იყოს ენერგია 8 ან იმის მანიშნებელი რომ კარმულია ეს ადამიანი ცეცხლი ნუმეროლოგიურად შეიძლება ხო 8 ნიშანთან ასოცირებული ადამიანი ასევე შეიძლება იყოს ეს 19 ენერგიასთან მანიშნებელი ადამიანი ან შეიძლება ეს მანიშნებელი იყოს იმის რომ ბავშვი დაიმახსოვრეთ ბავშვი იყოს მიზეზი თქვენი გაცნობის შეხვედრის აი რაიმე არ ვიცი რაიმე თემატიკა ან ბავშვები იყვნენ იქ სადაც დაინახოთ ეს აი დაიმახსოვრეთ ეს მინიშნება ახლა კიდე გადავხედავ რაღაცა ხო არ არის ისეთი რაც ხო აი ნახე რას ვხედავ კიდე არის ლამპარი აი ჯინის ლამპარს აგავს და კაცი არის თითი აქვს ესეთი მიანიშნებს ამ ლამპარისკენ და ენა აქვს გამოყოფილი შეიძლება ენა კი აქვს გამოყოფილი მაგრამ თან თითქოს აი ეს შეგრძნება ვრჩება რომ უბერავს ამ ლამპარს საოცარი მაგიური სიმბოლოა ეს ახარ შენ ვინც თითქოს ყველა საიდუმლო იცის როგორ მიაღწიო როგორ მიიღო შენი სასურველი თითქოს ამ საიდუმლოს ჩასწოდი და გამოაღვიძე ეს ცნობიერება და რაღაცა განათებები იწყება რაღაცა აღმოჩენები ამ შენი ცხოვრების გზაზე სურვილების ასრულება ოღონდ შენაძლევ ამას ძალას ესე კი არა როგორც ჩამოვარდ და სამი კაკალი და ხელში ჩაგივარდ არა შენ იცი როგორ გამოიყენო ჯინის საიდუმლო ჯადოსნური ლამპარი როგორ ჩაუთქვა სრული და როგორ აისრულო რაღაცნაირად ეს არის ჭიქა ადამიანზე რომელიც აბრუნებს სიცოცხლეს სიყვარულში რომელიც აღწევს ძალიან დიდ ბედნიერებას დამოუკიდებლობას მატერიალურ სულიერს და ის აძლევს თავის თავისუფლებას იცეკოს ისე ლაღად როგორც ცეკვენ ბავშვები აი ამ რაღაცის ძალიან დიდ პოზიტიურ ნოტაზე დაგემშვიდობებით, ძალიან დიდი სიყვარულით. შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი თუ მოგეწონათ და ლაიქეთ ვიდეო, ხოლო ვისაც რჩემთან პირადად დაკავშირება, უნდა მომწეროს ნომერზე 59233 507 ვიბერზე ან WhatsApp-ზე. გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. და ლაიქებად და გამიწყდეთ.